ისლამურმა რესპუბლიკამ მუჯთაბა ხამენეის მუყაოს ფიგურას დაადგა გვირგვინი, რადგან როგორც ჩანს, ის იმდენად დაშავებულია, ან შეიძლება უკვე გარდაცვლილია, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე დასწრებაც კი ვერ შეძლო. და ეს იგივე მოხდა დიდ სამბლოვიარო მსვლელობაზეც, რომელიც აიათოლა ხამენეისთვის მოაწყვეს. იცით, ის კაცი ისლამური რესპუბლიკის მეთაური, რომელიც ისრაელს და დასავლეთს სიკვდილს პირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ თვითონვე იპოვა ეს, როცა ამერიკამ და ისრაელმა გადაწყვიტეს მის წინააღმდეგ ემოქმედათ. როგორც არ უნდა იყოს, მისთვის დიდი სამბლოვიარო ცერემონია მოაწყვეს, რადგან მოულოდნელად შიში დაძლიეს და გამოიცანით, ვინ არისო იქ. ისლამური რესპუბლიკის ლიდერი. იცით, ის, ვინც ღმერთის სახელით უნდა საუბრობდეს. ის იქ არისო, მაგრამ მისი ძმები კი ესწრებოდნენ და ეს მოვლენა რატომ საუბრობთ ამაზე? ეს დიდი აუზაური იყო, რადგან რატომღაც დასავლელები წავიდნენ და ამ ისლამის დიქტატორს პატივი მიაგეს, რომელიც 100,000-ობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. დიახ, ტერორიზმის ლიდერი მსოფლიოში, რომელიც წარმატებით გაანეიტრალეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა. ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ სამხედრო ოპერაციაში. ზოგი დასავლელი მას ზეიმობს, რომლებიც პირდაპირ რომ თქვა ძალიან შეზღუდულები არიან. არ ვიცი სხვანაირად როგორ ახსნა ეს ამ ეტაპზე. ამ ვიდეოში, სადაც მუყაოს ფიგურაა ეს ხუმრობა, მაგრამ ხუმრობა არ ყოფილა ის, რომ მისი მუყაოს ფიგურა მიიტანეს ფიცის დადების ცერემონიაზე, რადგან თვითონ ვერ მივიდა, ის იქ არ ყოფილა. ხალხი ამტკიცებს, რომ ის იმიტომ არისო ცერემონიაზე, რომ ან მოკლეს, ან იმდენად მძიმედ დაშავდა იმ მკვლელობის მცდელობისას, რომელმაც მამამისი იმსხვერპლა, რომ საჯაროდ გამოჩენა აღარ შეუძლია. აი ამ ღონისძიებიდან რამდენიმე კადრი. ყველანი ძალიან დამწუხრებულები არიან, რადგან როგორც ჩანს, მათი ლიდერი, რომელიც ღმერთმა თითქოს მათთვის მოავლინა, სინამდვილეში ღმერთის მიერ არ იყო რჩეული და ის ძალიან სწრაფად და სრულად გაანადგურეს ისრაელმა და ამერიკამ, როცა ეს მოუნდათ, ხომ ასეა? ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეის სამი შვილი დღეს თეირანში, მათი მამის ავიაიერიში დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მის დაკრძალვაზე დგანან. ისრაელის მხრიდან დაკრძალვაზე თავდასხმის რისკი ძალიან მაღალი იყო მისი მეორე შვილისთვის, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მის მუჯთაბა ხამენეისთვის, რომ დასწრებოდა. სწორედ ამიტომ. და ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ის არასოდეს გამოჩენილა საჯაროდ. ხამენეის დაკრძალვაზე გამომსვლელმა, როგორც იუწყებიან 10,000-ობით დამწუხრებულის წინაშე ტრამპის მკვლელობაზე თქვა, რატომ არ უნდა მოუკლათ ადამიანი, რომელმაც ჩემი იმამი მოკლა, თავიდან იყოს სიკვდილი ამერიკას, ახლა კი ამასაც ამბობენ. ირანი ამაში არაფერს მალავს. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები ჯებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხომ ასეა? ის ვინც ჩემი იმამი მოკლა. რატომ არ კლავ? კარგი, ასე რომ ის ძირითადად ამბობს, რომ კი ტრამპს უნდა დავესხათ თავს. კარი? შეშლილობა, სიდიჟე. ეხლა კი აი კადრები თვითონ დაკრძალვიდან. იქ ბევრი ხალხია. ეხლა ჩვენ, რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცით ამ ადამიანებიდან რამდენი იმყოფება იქ იძულებით და რამდენი უჭერს მხარს ისლამურ რესპუბლიკას. ჩვენ ვიცით, რომ ირანში 90 მილიონი ადამიანია და მათგან დაახლოებით 20% უჭერს მხარს ისლამურ რესპუბლიკას. არ არის ნათელი ნამდვილად მოსწონთ ისინი თუ უბრალოდ იძულებულები არიან. ასე რომ ეს მილიონობით ადამიანს ნიშნავს. გასაკვირი არ არის, რომ ამ დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა და მართლაც ძალიან ბევრი იყო. მაგრამ მე პირადად არ მადარდებს ის ირანელები, ვინც ამ ღონისძიებაზე მივიდა. ეს მათი უფლებაა. შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ. მე უფრო მაინტერესებს დასავლელები, ვინც მივიდა, რადგან ვფიქრობ ეს ცოტა პრობლემაა. მოусმინეთ ამას. ის იყო ლიდერი მთელი მსოფლიოს ხალხისთვის, რომ ებრძოლათ იმპერიალიზმის, ქედმაღლობის, სიონიზმისა და გენოციდის წინააღმდეგ. ჩემთვის ის იყო ყველაზე დიდი ანტიიმპერიალისტი ლიდერი, ვინც კი ჩემს სიცოცხლეში უცხოვრია. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ელიზაბეთ უორენის ყოფილი შტაბის თანამშრომელი, დემოკრატი კალი უოლში, რომელიც თეირანში დაკრძალვას ესწრებოდა და მას თავის დროის უდიდეს ლიდერად აცხადებდა. პირდაპირ ამერიკელი დემოკრატი მიდის ისლამისტი ტერორისტი ლიდერის დაკრძალვაზე. უბრალოდ ვერ ვიგებ და რა თქმა უნდა, ბუშრა შეიხი, ეს ფსიქოპატი. მოდით ვნახოთ. კიდევ ერთი მართვაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი, რომელიცაც გარდაცვლილმა აიათოლა ალი ხამენეიმ შეასრულა, იყო მსოფლიოში წინააღმდეგობის განსახიერება. ხედავთ, როცა არსებობს ჩაგვრა. იცით, ტერორიზმი, როცა ისინი ამბობენ წინააღმდეგობას, გულისხმობენ ტერორიზმს, რომელსაც თქვენ ყველა განიცდით. ხო, უბრალოდ რომ გავარკვიოთ. ხალხის წინააღმდეგ ბუნებრივად ჩნდება წინააღმდეგობა, ნააღმდეგობა და რასაც ის ამით გულისხმობდა, არ იყო მხოლოდ პალესტინელი ხალხის საქმე, არამედ ის ხედავდა ადამიანს, რომელიც სამართლიანობისთვის იდგა. მას სურდა, რომ ადამიანები თანასწორად მოპრობოდნენ. მას სურდა ომების დასრულება. ის უპირველესად მშვიდობის მოყარე ადამიანი იყო. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ის მშვიდობის მოყარე ადამიანი იყო, რომელმაც 2 დღის განმავლობაში 40,000 ადამიანი მოკლა, ვინც მის წინააღმდეგ გამოსვლას ცდილობდა.
ისინი გიჟები არიან. ეს ხალხი გიჟებია, პირდაპირ გიჟები. ეხლა უბრალოდ შეგახსენებ კარგი, რამდენად გიჟები არიან ეს ადამიანები. ეს დიჟი დასავლელები არიან, ადამიანები, რომლებიც რეალურად ცდილობენ ამ კაცის ლიდერად, წინააღმდეგობის მებრძოლად, წმინდა ადამიანად წარმოჩენას, იმ ადამიანად, ვისაც ყველამ უნდა მიუბაძოთ. ის ინგლისიდანა, ის ამერიკიდანა. ორივე რაღაცნაირად მთავრობის საქმიანობაშია ჩართული. და წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადამიანები ხავთ. ეს იგივეა, როგორც აიათოლა ხომეინი ოსამა ბინ ლადენით შეცვალოთ, კარგი? უბრალოდ შეცვალეთ. შეცვალეთ მაგალითად ჰიტლერით, ან ვიღაცა სხვით. უბრალოდ შეცვალეთ. ეს სიტყვა თუ არ იცით, რამდენად ცუდია ხომეინი. ეს სიგიჟეა და შეშლილობაა, რომ ეს ხალხისგან გესმის. შეშლილობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზუსტად იცი, რას გაუკეთებდნენ ამ ხალხს, რომ დაეტოვებინათ ისინი ისლამურ რესპუბლიკაში. მაგრამ ასევე არიან გიჟები, რომლებიც მართლა უჯერებენ და ენდობიან მას. და მე ვუყურებ ამ ვიდეოს. ეს ვიდეო ყოველთვის ძალიან სახალისოდ მიმაჩნია. კარგი, ეს ქალი აქვირის. ის ტელევიზიაში ამბობს, რომ ვერც ერთი ბომბი ვერ მოგწოდება, რადგან ალლაჰი გვიცავს. მამულის მიწაზე შემოჭრილი ხმა, შემოჭრილი ხმა არის, ის ხმა არის, სიმართლისა და ჭეშმარიტების ხმა. ის რაც ნახეთ და რაც მოისმინეთ, არის მტვრიანი სტუდიის ატმოსფერო. ვიდა! ღმერთი უდიდესია. ღმერთი უდიდესია. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ალლაჰი, რომელიც მას იცავს. და ეს არის ალლაჰი, რომელმაც აიათოლა ხომეინი დაიცვა. და ეს არის ის ადამიანი, ვის გამოც ყველა დგას და გლოვობს. რა უბედურებაა, რა სევდაა. ძალიან სევდიანია. ძალიან სევდიანია. გული მტკივა. ეს არის იმავე ალლაჰის ახალი წარმომადგენელი და სწორედ ამის წინააღმდეგ გავაგზავნებთ ბრძოლას, რადგან უკვე საკმარისია, მართლა საკმარისია, ეს სიგიჟეა. როგორც არ უნდა იყოს, მოგესალმებით The Pushback-ში და მადლობას გიხდით ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.